ილოცე რათა არ შეხვიდე განსაცდელში. იცით, მამაუჩვენოდან არის ეს სიტყვები, ანუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა. ეს სიტყვები ისააკასური ბრძანებს არა ყველა განსაცდელის მიმართ, არამედ წმენასთან მიმართებაშია, თქვა, ამაზე ჩვენ საუბრობდით და პერიოდულად ხაზს უსვამთ, ორი ტიპის განსაცდელი არსებობს. და სწორედ ამაზე საუბრობს ახლა და მამაუჩვენოში რა განსაცდელზეა საუბარი, იმაზე საუბრობს. ეს არის წმენასთან მიმართებაში, თქვა. ილოცე რათა მგმობ და სიამაყის დემონთან ერთად არ შეხვიდე სად თავდაჯერებულობის, რომელიც სიმდაბლის საწინააღმდეგო მდგომარეობა თავდაჯერებულობის განსაცდელში. ნახეთ რაზეა საუბარი. ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ, შემიყვანებთ ჩვენ განსაცდელსა, ამაში იგულისხმება, რომ სიმდაბლეში ვიმყოფებოდეთ, არ აღმოჩნდეთ თავდაჯერებულნი და ამაყნი დემონთან ერთად, იმიტომ რომ დემონია ეშმაკია ასეთი და მასთან ერთად არ შევიდე თავდაჯერებულობის განსაცდელში და ეს ისეთი დაავადება მინდა გითხრათ, რომ უდიდეს უმრავლესობას ჩვენ ეს გვჭირს, იმიტომ რომ ჩვენი სულიერი განუვითარებლობის ერთ-ერთი უმთავრესი თუ ერთადერთი უმთავრესი მიზეზი არა არის აი ზუსტად ეს.